მონება ძალიან სეფია. დღეს ჩამოვედით თბილისში. ალეონს სასტუმროში. არ გვინდა ერთდროდებელობა სასტუმრო არის არ მომწონს. არა ხო. ხო. მოგითხრა გიჩვენოთ ვიდეო. არა ხო. მოკლედ, დღეს ვიმყოფებით. ჩამოვიდა გამოვიდა. ალბათ შეხედავდი. დღეს ვიმყოფებით თბილისში. ვაპირებთ მცხეთაში წასვლას სამთავროს დედათა მონასტერში და მე იქიდან არა ჯერ სალობიაში მივდივართ და მე იქიდან სამთავროს დედათა მონასტერში ვაპირებთ გასვლას. ხო და ძალიან ლამაზი არის ჩვენი ქალაქი თბილისი, ჩვენი დედაქალაქი, როგორც ყოველთვის აქ რთოვანებულები დავდივართ, სადაც არ უნდა წავიდეთ საქართველოს ნებისმიერ ადგილას. ხო და ახლა ფეხით მივსეირნობთ რომელ მეტრომდე? მარჯანიშვილი. შემდეგი სადგური მარჯანიშვილი. გთხოვთ, ნუ მიეყდნობით კარებს. ხო და მივდივართ მარჯანიშვილზე და მე იქიდან გავდივართ მცხეთაში ბოლტით. ყველაზე მეტად მომწონს ქუჩაში იქით აქეთ ორივე მხარეს ესეთი ლამაზი გამწვანება რომ არის და ხეები რომ არის ყველგან. ძალიან ლამაზია. კამერა გაც. მოკლედ ეს ადამიანი ვერ მივაჩვია კამერას და გადაღებას. ჯერ კიდე აქვს ხოლმე პანიკური შეტევები, მაგრამ რა ვიცი, ვაწყდარებთ ნელა. ჩვენი ქორწილი როდის დავდოთ? 5 ლაიქი რო გექნება თითო ვიდეოზე. ბევრი შემეძლო მეტყვა, არა მგონია რა. არა, მე ვიძახი 100 გამომწერი რო გვეყოლება, მაშინ დავდოთ ჩვენ ქორწილის ვიდეოს. ახლა მოგიყვა. ერთი ძალიან საყვარელი კაფე ვნახეთ და შემოვედით ნამცხრების დასაგემოვნებლად. კაფეს ქვია ანტრე. ეს ამეტრო? ეს ამეტრო. ისეთი გატენილი იყო პირველი მატარებელი, ვერავით ვერ შევედით შიგნით. ეს ფეხი დააჭირეს და გაჭყლით ეს. აურიან გაყანული იყო ძალიან გას. ცაცარე. დაგატენილი იყო პირველი მატარებელი და ვერ შევედით. დავჭით გარეთ. ველოდებით შემდეგს. მისურეკა. სად ახალი თვე მოხდა? მალე მიდი. რამდენ წუთში მოვაკითხე? რამდენ ხანში მოხდა? კაი. რა უბედურება. კაი, ერთ წუთში თუ არა ხარ აქ მე ნახიში. ამჯერად ვეჭველი უნდა შევიდეთ, არ მაინტერესებს კიდაც ხალხი იყოს.
ორი კაცი გაგვაყოლეთ. აუ, ეს მე მგონი უარე სიტუაციაში არის ხა ვიდრე ადრე. მოდი, რამენერად უნდა შევიჭრიდოთ, თორე ჩვენ დღეს ვერ გავალთ აქედან. ესეც ჩვენი სალობია. ძალიან საყვარელი ადგილი ჩანს. დავითი შემოვარდა საწავი და ვეღარ გავიგე. აქ არ არის. მოკლედ მოვედით სალობიაში და შევუკვეთეთ 99 ხინკალი. იმედია გვეყოფა. შენ რამდენ შეჭამ? მე რა თქმა უნდა 98. კაი, მე ერთი ცალი მეყოფა რა ერთი რა ვიყავით. მოკლედ, ვილოდებით ახლა სანამ ჩვენ შეკვეთას მოგვიტანენ. მე პირველად ვარ სალობიაში. დავითი ნამყოფი არის ადრე. მაგრამ სანამ სალობიაში მოვიდოდით, აღადაობა დავითს რომ ეძახებს. აბა სიცოცხლეს და სიყვარულს ხوار დაგიძახებ ვიდეოშიც. ცოტა ეს რა ქვია, ფორმალური ის მივცეთ არა? ხო, ნატო. ჩვენი ხინკალი მოგვიტანეს. ჯერ ცოტა მოიტანეს და დანარჩენ 90 ხინკალსაც მე მოიტანე. აქ ვიფიქრე მეთქი გადავიღებ როგორ ჭამთქო, მაგრამ მე მგონი ხინკლის ჭამის გადაღება არ უნდა. უბრალოდ უნდა დატკბე ამ მომენტით და შეიგრძნოს სიგემრიელე. წონი დამეყარა, მაგრამ რა შევს. შემდეგში უკეთესად შევჭამ. ნახე ჯვრის მონასტერი რა ლამაზად ჩანს. ეს კაფეტერია არის, აქ ნახე რა საყვარელი კაფეტერია. ხედავ? აი. პირი როგორ მიყვარს. Спасибо. სიმღერა გვიყვარს ჩვენ განსაკუთრებით. კი არა და ეს არის ჩვენი სიმღერა. და სხვათა შორის იმათ, ვისაც აინტერესებს ჩვენი ქორწილის ვიდეო, პატარა მინიშნებას მოგცემთ, ჩვენ ქორწილის ვიდეოს ადეს ეს სიმღერა. და ისეთ შეგრძნება აქვს თითქოს ჩვენი ქორწილის ვიდეოსთვის შეიქმნა ეს სიმღერა. ხომ ეთანხმები? კი. ასე რომ გამოიწერეთ, დაგვალაიქეთ და 100 გამომწერზე რომ ავალ დავუცილებლად დავდებთ ჩვენი ქორწილის ვიდეოს. Voy empapado. Llevo las botas como si me hubiera sacado de lavadora. Me cago en 10. Es para un pesmito. წუხელი დიდი წვიმის შემდეგ გამოიდარა. კარგი მზე გამოვიდა. თანამიდით ისეთი თბილი არის.
ცხელა საკმაოდ სასიარულოდ და ისეთი ამინდია რომ სახში არ უნდა იყო. შეცდომა სახში დარჩენა. 200 ლარიან ქვითას გამოგიწერენ კი. ისე როგორც შუქი რო წავიდა და მოველოდი მთელი გულით რომ მეორე დღე შუქი ყოფილიყო, ისე წუხელის რო დავწექი, ფიქრობდი რომ მეთქინე და ხალხი აი ამინდი იყო. ეხა გუშინდელი ვითო წვიმდეს, ეხლა ჩვენ აქ ესე არ ვიტასავებდით. არა, მართალი ხარ, ხო? დაჟე მაზაც ფიქრობდით რომ ბარხილები გვეყიდა, იმიტომ რომ ერთი ტანსაც მithვარ წამოსულები და ეს რომ დაგვესვაროს, მე ვეღარ ვიდე. ულამაზესია. ხიდიდან აი ხა განახებთ რა ლამაზეც ჩანს სამების სტადიონი. ეს თუ არ ვცდები მშრალი ხიდი არის, ასე ეძახიან და გამოტანილი აქვს ძალიან ბევრი ანტიკვარული ნივთები, რომლებსაც ყიდიან და ასევე ნახატები. ულამაზესი პარკი არის. ამას გონი ქვია დედაენის ბაღი, ხო? კი. აი აქ აწერია. აი ეს რაღაც ასოები აწერია. ქართული ასოები. პირველად ვართ. ჩვენ იცი რა გვგწონს. აი უმისამართოდ ესე სადღაც რომ მიდიხარ და თან ახალ ადგილებს რომ აღმოაჩენ და ძალიან ლამაზი ადგილები რო არის და შენც არ იცი სად მიდიხარ და შეიძლება დაიკარგო და მე ისევ ახლიდან გავახვიდე, მაგრამ სადაც არ უნდა წაიხვიდე, ყველგან სილამაზეა და ყველგან საყვარლობა არის. ეს კაია. კი, მოგწონს. შია. სადმე დავსხდეთ და ჭამოწამ. ნუ ხარ მუცლის მონა, მოიხარა. ვეღარ ვძლებ, ვეღარ. რომელი საათია? 11. ბრძანება გასაუბრე მუცელმა. ჩემო მუცელმა გასცა ბრძანება რომ ჩამომიშვი რამე და всё. ხوار შეეძლება და რო უცხოს აი ოლოდით მოიცადო. ეხლა მოვდივარ. მოკლედ დღევანდელი ბოდიალის და სიარულის შემდეგ დაღლილობის შემდეგ ამოვედით ჩვენს მეჯვარეებთან. ხო და დაგვახვედრეს მოკლედ ესეთი სუფრა, გემრიელობები, თვითონ ჩვენი მეჯვარეები ხომ საყვარლესი და უკარგესი ადამიანები და ჩემი საუკეთესო მეგობრები არიან. მარტო დავით ისიც. ხანდახან აქვს ხოლმე ესეთი მოულოდნელი სიურპრიზებით ახსავს ადამიანი არის. ანუ მოდუნება არ შეიძლება, როცა გონია რომ მოდუნდები და აი რაღაცა დაგიდე. გამოგაფხიზლებს ხოლმე. ხო და მოკლედ ჩვენ ბავშვობის მეგობრები ვიყავით, მე და ჩემი მეჯვარე, ქალბატონის სოფო. ხო და ჩვენ სამეგობროში კიდევ იყო ერთ-ერთი გოგო, რომელსაც ქვია ხათუნა, მასაც გაგაცნობთ. ახლო მომავალში. ხო და ეხა შემთხვევით გადაურეკეთ, რომ გაიგო რომ ჩვენ ჩამოსულები ვართ და ხამის რომელი საათი არის? 12, ხო? შემდეგი გაჩერება. 12 საათი არის. ნუ მიიღოს. გორიდან ვითომ სიურპრიზის გაკეთება მოუნდა, რომ ჩამოსულიყო და შუმათ მიწერა სოფოს, რომ არ უთხრა აქ რომ ვარ, არ უთხრა ნატალის აქ რომ ვარო. მან რომ მოვდივარო. მაგრამ მე უკვე წავიკითხე და ვიცი რომ უნდა ამოვიდეს. მაგრამ ისე უნდა გავაკეთო, ვითომ არაფერი არის და ჩემთვის სიურპრიზი არის. მოკლედ, აი ხა უნდა შემოვიდნენ ორივე და მე ვითომ არაფერი არ ვიცი და ვითომ აზრზე არა ვარ, სიურპრიზს მიკეთებს.
შეგონი არ ვიცოდი რომ მოდიოდი. არა, კარგად მოგეთხოვე. კარგად შენ. შლებოდა ორჯერ აკრა. Jari, ახლა ძლოგებს ხო არის? მიკროფონი. მასობაში ეს ორი. შენ ვერ გაიგე მეთქი ეგ ვაშლად ამაზე ვერ მიხდი. ბაბო ჩემი სად არის? ბაბო შენი. ყველა კუთხეს თავისი აკრა. მე დაწყე ტელეფონში მუსიკები ჩართო და ნანანი კები გერწაჩი მიდივარ ჩვენი ჯურისტერის წინაღამის ისტორიას მოვიალდით და დილით 6 საათი არის შემოყავს დედამი. ანუ ორზე ვიშლებით და 5-ზე დგებით. ეს მოდის რანაირად ისი აი თვალი აქ ზევიფრევით და დააღრეჯინის სახე და ჯვისერა რა უნდა წავიდეთ იქ რა ჯვისერა შემეკა ჩამეძინა ამ შნუკებს უწევდი და ჩამეძინა ესეთი მისებ ხინკალი მოვწვი გავიტანე გარეთ კონიაკი დავასხი დაუდგი ესე რა რო შეხედა ესე ნატოშონები მეთქი მგონი ეს ხალი არ უკან თვალი არის 6 საათია და ხიკა დედამისეუნება დაუჯერე შვილო მაგი ექიმი არის მაგისიო ეთქობა დაკარე ბიჭო მე უთხრა დალი მაგი დოლი ცხოვრება შეგიძლია მე არ გამიგეთებია გელა დააკრასი ცხოვრებაში გაასწორა თვალები გაასწორა ეგ მეთქი დავოი ცოლი თუ მოყვას ყოველდღე ხوار მოყვას სადაც ყოველდღე ცოლი არ მოყვას მეთქი ალგიმ და დილის 6 საათზე დავლი და შემწახიკაში წამეთქი თო სამჭიქოში რა ხოძე ვიყავი ეთოს კი არა მე 5 წელს მოვიყვა დაასწრე აი შეწანწარა შენა უჩენ მოვიყვა წუხადელი ღამისთევის შემდეგ დასამთავრებლად გემშვიდობებით დროებით ჩემს სიყვარულს ჩემს სოფიკოს ძალიან კარგი დრო გავატარეთ წუხელ სიურპრიზი რომ გაგვიკეთეს მით უმეტეს, იმიტომ რომ ხო, ეგ მართლა საერთოდ არ მოვალოდით მაგას, იმიტომ რომ ღამის 12 საათზე რომ ჩამოვიდოდა ჩვენი მესამე და ქალი და თავზე დაგვადგებოდა მართლა ვერ მოვალოდით და ძალიან გაგვიხარდა. უმაგრესი სიურპრიზი იყო, მართლა პოზიტიური საღამო იყო და ბევრი პოზიტიური საღამოები ჩვენ ვიყავთ სულ ერთად. ხო, რა თქმა უნდა. კიდე განმეორდება. მართალია დიდი ხანი არ ყოფილა ესეთი მომენტი, იმიტომ რომ წლებია რაც ჩვენ სამი ერთად არ ყოფილვართ. და bla 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 bla. აი დავემანა. ხო, თან ეგ იყო, ანუ ჩვენ და სამი და ქალი და ბავშვობის მეგობარი, რომლებიც 5-6 წლიდან ერთად მოვდივართ და ჩვენს მეუღლებთან ერთად და ბავშვებთან ერთად. ხო და ესეთი რაღაცები ცხოვრებაში ძალიან იშვიათად ხდება ხოლმე და თითქოს რაღაც ის ნოსტალგია იღუძებს, როდესაც ხვდები შენს ბავშვობის ესეთ თბილ და ლამაზ ურთიერთობებს აღიდგენ და რაღაც ძალიან დადებითად იმუხტება ხოლმე ადამიანი და ესეთი დადებითი ემოციები თქო რომ ეს გამყვება ძალიან დიდხანს და ძალიან ბედნიერი მომიყვარდა ჩვენ დები ვართ ანუ პრინციპში ესე გამოდის ხო და კიდე განმეორდება ესეთი საღამოები რა თქმა უნდა და ეხა დროებით ვემშვიდობებით ერთმანეთს იმიტომ რომ მე და დავითი მივდივართ ბორჯომში და მე იქიდან შემოგთავაზებთ ახალ ვიდეოებს დროებით და ვიყარხართ